მაღაზიაში და ვერცერთ დაწესებულებაში ალბათ თითქმის 90%-ში ვერ შეხვდა. ეგრით მოსარგებლე ადამიანი. ეს მაშინ, როცა კანონის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინფრასტრუქტურით შეუფერხებელი სარგებლობისთვის შესაბამისი პირობების შექმნას, ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობისას კი მათი მოთხოვნილებების გათვალისწინებას სავალდებულოდ განსაზღვრავს. დედაქალაქში უნივერსალური დიზაინით, რომელიც მიზნად ყველასთვის მისაწვდომი გარემოს შექმნას უნდა ისახავდეს, სრულად მოწყობილი არც ერთი ქუჩა არ არის. ამის ნათელი მაგალითი ჭავჭავაძის გამზირია. ეტლით მოსარგებლეთა და სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის აქ განთავსებული ობიექტები თითქმის სრულად მიუწვდომელია. მიუხედავად ვალდებულებისა, კომპანიებს გარემოს ყველასთვის მისაწვდომობაზე ამ დრომდე არ უზრუნიათ. გადაადგილებაში დაბრკოლებებს არასწორად მოწყობილი ტროტუარები ან მასზე გაჩერებული ავტომობილებიც ქმნის. რის გამოც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, როგორც წესი, იძულებულნი ხდებიან საკუთარი სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენონ და მოძრაობა გზის სავალ ნაწილზე გააგრძელონ. თავაზობენ დახმარებას, თავაზობენ შეგიყვანთ და არ ესმით, რომ ეს არის მანქანა, ამის ხელის მოგიდება არ შეიძლება. თანამშრომლობა მონიტორსა და მონიტორინგის ობიექტს შორის არის ძალიან საინტერესო და აუცილებელი, რომელიც ჩვენ ქვეყანაში მორღვეულია კი საერთოდ არც ყოფილა. მიუწვდომელი არის ის, რომ შესასვლელი უმეტესობას არ აქვს ისეთ, რომ ზოგში საერთოდ კარებში ვერ შეეტევი. თუ ტუალეტი აქვს, იქ ხო ტუალეტში შანსი იმისი, რომ მოტრიალდე არ არის და შეხვიდეც არ არის. ან ტაქსით გადავადგილდები, ან მეგობრის მანქანით ამ ტრანსპორტში არასდროს არ ყოფილვარ. ეტლით მოსარგებლეთათვის გადაადგილებაში ხელის შემშლელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ხშირად დამხმარე ლიფტებისა თუ პლატფორმების გაუმართავობაა. გამოწვევა მოაჯირების უსინათლოებისთვის განკუთვნილი ტაქტილური საინფორმაციო დაფებისა და ბილიკების არარსებობაც. იმის გასარკვევად თუ რამდენად ითვალისწინებს თბილისის მერია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებს ახლად რეაბილიტირებულ ვაკის პარკს ვეწვიეთ. ეს სივრცე არ არის მაგალითად მისაწვდომი უსინათლო ადამიანებისათვის და ამაზე იმთავითვე წინსწრებით არავინ არ იფიქრა. ამაზე ალბათ იტყვიან, რომ გავაკეთებთ მერე 5 წლის მერე, 7 წლის მერე და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ დღეს ხედავთ, რომ აქ არ არის არც ერთი ტაქტილური ბილიკი, მაგალითად არ არის მნემოსხემა, ანუ ტაქტილური რუკა იმისთვის, რომ უსინათლო ადამიანმა სივრცე გაიგოს, მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ბოლო წლების თბილისში გაკეთდა, სამწუხაროდ იქ არის ძალიან ნაკლებად გათვალისწინებული შეშემოყირთა კონტრასტულ ფერებში შეუსრულებელი საინფორმაციო დაფები და არასწორად დამონტაჟებული მოაჯირები ერთადერთი პრობლემა არ აღმოჩნდა. აქ არსებულიდან არც ერთი დამხმარე ლიფტი და პლატფორმა არ მუშაობდა. უფრო მეტიც, ტექნიკურ გაუმართავობაზე პასუხისმგებელ კომპანიაში ისიც კი არ იცოდნენ, რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ჰქონდათ. ერეკას კომპანია ჯელიფტ პლუსში გთხოვთ დაელოდოთ ოპერატორს. ლიფტი არის ვაკის პარკში, ქალბატონი. მისამართი მითხარით თქვენ. ვაკის პარკის ჩასასვლელში. ჩვენ გემსახურებით? თქვენი G-Lift Plus აწერია ლიფტს, რომელიც არ მუშაობს. გადაცემულია და თუ გემსახურებით მოვლენ. მადლობა. მოწყობილობები გაუმართავი დაგხვდა თბილისის ცენტრში არსებულ რამდენიმე მიწისქვეშა გადასასვლელშიც. ზოგგან მათ ნაცვლად სიცოცხლისთვის სახიფათო რელსებს ხვდებით. ნაწილში როგორც წესი მოაჯირი საერთოდ არ არის, ან არის და სტანდარტს არ შეესაბამება. ეს თავისუფლების მოედანზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული ორი პლატფორმიდან ერთ-ერთია. ერთი სრულად გაუმართავია და არ მუშაობს, თუმცა მეორე, რომელზეც ახლა მევდგავარ, მიუხედავად მუშა მდგომარეობისა, სრულად გამოუყენებელია, რადგანაც თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ამ პლატფორმით ისარგებლებს, მეორე მხარეც გზას ვეღარ გააგრძელებს. თბილისის ქუჩებში გადაადგილებისას პრობლემას ყოველდღიურად აწყდებიან უსინათლო მოქალაქეებიც. მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის მერიამ იმთავითვე მისაწვდომი ავტობუსები შემოიყვანა, მგზავრთა მოსაცდელები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე მორგებული დღემდე არ არის. აქ არც ტაბლოები და არც ავტობუსში არსებული საინფორმაციო მანიშნებლები ხმოვანდება, რაც მათ დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობას არ თმევს. მძღოლები და კონტროლიორები კი გადამზადებული არ არიან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მგზავრებთან ურთიერთობის ეტიკეტს არ ფლობენ. პრობლემას წარმოადგენს ხმოვანი შუქნიშნების ფრაგმენტული ერთმანეთისგან განსხვავებული მუშაობა, მათი არარსებობა ან არასწორი მონტაჟი და ისიც, რომ გადასასვლელებზე ტაქტილური ბილიკები არ გვხვდება.
გამოწვევაა მეტროსადგურებიც, გარდა სადგურ უნივერსიტეტისა. ამ შემთხვევაში თბილისის მერიამ მხოლოდ უსინათლოების საჭიროებები გაითვალისწინა, თუმცა ტაქტილური ბილიკები აქაც სტანდარტის შეუსაბამოდაა განთავსებული. დანარჩენი სადგურებიდან კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე მორგებული არც ერთი არ არის. ამხელა ქალაქში არის სულ რამდენიმე ადგილი, სადაც უსინათლო ადამიანი დამოუკიდებლად გადავა ზებრა გადასასვლელს და მაგრამ აქაც პრობლემა არის ის, რომ ხშირად არ არის ის სტანდარტი დაცული, რაც უნდა იყოს ხმოვანი შუქნის შემთხვევაში. მაგალითად, არ არის ხმის სიხშირე იმ დონეზე, რა დონეზეც არის საჭირო და შეიძლება ქარში საერთოდ ვერც გაიგო. ან კიდევ არის შეცდომა და ერთ მხარეზე არის დამონტაჟებული ხმოვანი შუქნიშანი, მეორე მხარეზე არ არის. გადაადგილება შეუძლებელია ტრანსპორტის გარეშე. შესაბამისად, ახლა მე თუ ავტობუსამდე მივედი და იქ გაჩერება არ ცხადდება და მე ვერ ვიგებ, სად უნდა ჩავიდე, რომ იქ ვიღაცას უნდა ვკითხო. საუბარია იმაზეც, რომ კონტროლიორები და მძღოლები არ არიან გადამზადებულები და ხშირად არის რომ დავუშვათ უსინათლო მცირე მხედველი რომ კითხულობს რომ ესა თუ ეს გაჩერება არის თუ არა ეუბნებიან რომ შენ რა ვერ ხედავ. ქალაქის ცენტრის შემდეგ გადავწყვიტეთ შეგვემოწმებინათ თუ რა ვითარება არის შექმნილი დედაქალაქის გარეუბნებში. სიტუაცია განსხვავებული არც აქ დაგვხდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გარემო აქაც მიუწვდომელია. ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე მორგებული არც გლდანში, დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ დასახლებულ ნაწილშია. აქ მისაწვდომი სავაჭრო ობიექტების ძირითადი ნაწილი და პირველადი საჭიროების ობიექტებიც კი არ არის. კითხვით, ფლობს თუ არა დედაქალაქის მერია არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას და რა გეგმა აქვს მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელ მდივანს გიგა სოფრომაძეს მივმართეთ. როგორც გაირკვა, მერიაში უმოქმედო ლიფტებსა თუ პლატფორმებზე არაფერი იციან, თუმცა ამბობენ, რომ მოწყობილობები ხშირად ბუჩდება, მიზეზი კი ვანდალიზმი, ადამიანების დაბალი ცნობიერებაა. რაც შეეხება რეაბილიტირებულ ქუჩებზე არსებულ ობიექტებს, მერიაში განგვიმარტეს, რომ მისაწვდომობის გასაუმჯობესებლად კომპანიებს ვადა 2035 წლამდე აქვთ. ამბობენ იმასაც, რომ სამომავლოდ მეტროსადგურების ნაწილის მისაწვდომობის გაზრდას და ავტობუსებში ხმოვანი სისტემის ამუშავებას გეგმავენ, თუმცა ზუსტად როდის, ამაზე ისევე როგორც სხვა ბევრ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ აქვთ. ვაკის პარკის ლიფტის დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ ამაქვს. ეს არაადაპტირებული გარემო იმდენად მასშტაბური არის, რომ ეს ერთ წელიწადში ფიზიკურად რაც უნდა ვალდებულება ავიღოთ ან ჩვენ ან კერძო კომპანიებმა ფიზიკურად ვერ შეძლებენ ამის გაკეთებას. ცალკეული შესყიდვა ესე ვერ ხდება, რომ დღეს მაგალითად დაზიანდა პირობითა ჭავჭავაძეზე ერთ შუქნიშანზე და ასე ვთქვათ, უცებ წავიდეთ მაღაზიაში ვიყიდოთ. ფაქტი ერთია, დედაქალაქში გარემოს მიუწვდომლობის პრობლემა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მწვავედ დგას, რადგან გარემო ზღუდავს შესაძლებლობებს. და ახლა დროა შევქმნათ მეტი შესაძლებლობა ჩვენ სახელმწიფოში.